შავი ვარდი. ახლა ნამდვილად დაგვიჭირენ. რომ გავიქცე მომკლავს. მიპოვის და მომკლავს. ვიცი რომ მომკლავს. ძმაო. ინიცის კიდევ რამდენ შარში გამხვევ. იმ გოგოს ცოდვა ჩვენს კისერზეა. ოზლემი მარტო არ უნდა დაგვეტოვებინა. ოზლემს რომ რამე დაემართოს. ყოველი ჩვენგანის ბრალი იქნება. დედა, ერთსა და იმავეს გაიძახი. გავიწყდება როგორ იქცეოდა. თქვენთვის არ უნდა დამეჯერებინა. მასთან უნდა წავსულიყავი. სავადმყოფოში უპატრონოდ არ უნდა დამეტოვებინა. კარგი რა დედა, გაჩუმდი. და გავიწყდა როგორი იყო აქ რომ მოიყვანე. ერთი უმციკლო გოგო იყო. თუ რამე დააშავა იცოდე მის დანაშაულში წვლილი ყველას მიგვეწვის. დედა, შენმა უმციკლო ოზლემმა უამრავი პრობლემა შეგვიქმნა. ინიცის კიდევ რას გვიმზადებს? ნორმალურად რომ მოქცეულიყო არც აქედან წავიდოდა და არც თავის ძმებს გადაიკიდებდა. არ მოისვენა, ბევრი მიქარა. შენც ხომ იცი არა? ღმერთო ჩემო, რით ვერ გაგაგებინეთ? არც შენ ხარ უცოდველი. არ დაგვიწყებია რამდენი უსიამოვნება შეგხვდა შენ გამო. რაც გინდა ქენი, ოზლემი უკან მოიყვანე ქენდალ. აღარ ვნახო ის გოგო ამ სახლიდან გასული. ამ სახლში ოზლემი ფეხს ვეღარ შემოდგამს დედა. მაია, ადექი. რა ხდება? დედას ოთახში რუსგარის ხმა გავიგონე. შევედი, ცუდი სიზმარი ვნახეო. ძლივს დავაძინე. დედა სად არის? არ ვიცი, არ არის. როგორ თუ არ არის? ალბათ ვინმეს დასახმარებლად გაიპარა, დარწმუნებული ვარ ოზლემს ადგას თავზე. ნუ სულელოდ მაია, ამ დროს ოზლემთან რა უნდა? რა გიკვირს? დედას ჩვენ გარდა ყველა ახსოვს. კარგი იქნება, ამაზრს თუ შეეგუები. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ნუ განსჯი, სანამ არ მოусმენ. რაც არ უნდა ყოფილიყო, რუსგარი არ უნდა დაეტოვებინა და წასულიყო. ჩვენთვის მაინც ეთქვა. ბავშვი შეშინებულია. სად მიდიხარ? დედა სადმე აქ იქნება, შენ კი ტყუილად ჩხუბობ. რა ხდება? 155-ზე ზარი შემოვიდა, ვინმე ებრუჰანი მიგვამცნობს, რომ მოკლით ემუქრებიან. მისამართი არ უთქვამს? ძველი სოფელი ჩექემი. ძველი ჩექემი. კასიმის სახლია. დედა. ამდენი რაღაცის შემდეგ ოზლემის ამ სახლში დაბრუნება? შენი აზრით, სწორი იქნება? აბა როგორ მოვიქცეთ ნარი? გოგო ქუჩაში დავტოვოთ? დედამისის სახლში დავაბრუნოთ და მკვლელი ძმების ხელში დავტოვოთ? დაველოდოთ ძმები როგორ გამოასალმებენ სიცოცხლეს? ასე მოვიქცეთ ნარი? თუ ამ სახლში ოზლემი ფეხს შემოდგამს, ახლა ზუსტად თქვენ გვაკლდით. ადა, მაია. შვილო, რამე მოხდა? დედა არ არის, ხომ არ იცით სად წავიდა? როგორ თუ არ არის? დედა ამჯერად ვის საშველად წავიდა? იქნებ სააბაზანოშია შვილო. არ არის, ვნახეთ. ოზლემთან ხომ არ წავიდა? ოზლემი ძმებმა საავადმყოფოდან გაიტაცეს, სავარაუდოდ ებრუსაც გაიტაცებდნენ. რა? ოზლემ, კარი გააღე.
ოზლემ გააღე. სიცოცხლეს გამოგასალმებ. კასიმი სად არის? კარგი. ებრუ არ მოისვენებენ, სანამ არ მომკლავენ. გთხოვ, როგორმე გადამარჩინე. გთხოვ. თუ აქედან ცოცხალი გავახწიენ არინს და კენდელს არ შევარჩენ, რაც ჩაიდინეს. ებრუ. ებრუ. ახლა სად გამექცევით? პირველი რომელი მოკლათ? არა. არა. რა ხდება? ძებნა განაგრძეთ. დაუჩქარეთ. გამოძიების ზონა გააფართოვეთ. არ მომიახლოვდეთ, თორემ გესვრი. ახლოს არ მოხვიდე, გესვრი. ფათი. ოზლემს ესროლე. მოკალი ოზლემი. არ გაინძრე. ორივეს ესროლე. არ გაინძრე მეთქი. ესროლე. ესროლე, თორემ მოკლავ. იცოდე გესვრი. უკან დაიხიე. შენ. იარაღის სწორად დაჭერაც არ იცი. შენ გვესვრი? ფათი, წაართვი იარაღი. ძმაო, პოლიცია მოდის. თუ ახლა არ გავიქცევით, ვეღარ მოვასწრებთ. წამოდი ძმაო, გავიქცეთ. წავიდეთ. მოკლავ და შენც მიგაყოლებ. არ გეგონოთ, რომ ყველაფერი ამით დამთავრდება. ორივეს დაგხოცავთ. წამოდი ძმაო, წამოდი. წამოდი, თორემ დაგვიჭერენ. ყველას დაგხოცავთ. წამოდი ძმაო, წამოდი. დედა სათხარ, ტელეფონსაც არ პასუხობს. ოღუზბეის დავურეკოთ, იქნებ რამე იცის. დავურეკე, დაკავებულია. ვის ურეკავ? სერდარს, იქნებ ოღუზმა რამე დაუბარა. გოგოება, ებრუ იპოვეთ. ვერა დეიდა ემინე, ვერც დედას უკავშირდებით და ვერც ოღუზბეის. ღმერთო, გაგიჟდები, რატომ არავინ არ პასუხობს? ნერვიულობთ გოგოებო, ალბათ გზაში არიან. სად წავიდოდა? ადა, პირად ბეის ხომ არ დავურეკოთ.
ალო, გისმენადა? ფირად ბეი, დედა ჩემი თქვენთანაა? არა, აქ არ მოსულა. რამე მოხდა? არ ვიცი, სახლში არ არის, არსად არ არის. როგორ თუ არ არის? ხმა მოირეშვილო. ხამე გავიღვიძეთ და არ იყო. ამბობენ ნოზლემი ძმებმა საავადმყოფოდან გაიტაცესო. გვეშინია, იქ ხომ არ არის. რა? რას ამბობ შვილო? ახლავე მოვდივარ. ახლავე. მთელი ღამეა სახლში არ არის. და არც ტელეფონს პასუხობს. დედა, როდის უნდა იფიქრო შენს შვილებზე? გადამორჩი წუწუნს. როგორმე დამშვიდი, უნდა გავიგოთ დედა სად არის. მერე უსაყვედური, არაფრის გაგება აღარ მინდა მაია. ასიმი ხომ არ დაგინახავთ? ასიმ შვილო, აქ რა გინდა? რა? ძალიან ლამაზია. ბარანის მანქანა. როგორ არის? კარგად არის. ნუ გეშინია, შენ? ის სად არის? არ ჩაძაღლდა დამპალი. გაიქცნენ. ისევ მოვლენ. ისევ მოვლენ. არ უნდა მოკვდე. არ უნდა მოკვდე. გახსოვს რომ მეუბნებოდი დედა თუ რამეს აკეთებს იცის რასაც აკეთებსო. გაჩუმდია და დამშვიდდია და ახლა ხომ ხედავ მთელი ღამე სახლში არ არის და საჭიროდაც არ ჩათვალა გავეფრთხილებინეთ. რა ხდება ამ შუაღამისას, რა გაჩხუბებთ? შენ ვინ გეკითხება? ხმას დაუწიე, გვაწუხებ. დამაცადე. გაჩვენებ რას ნიშნავს. შულო რა ხდება? რა გაყვირებს? დედა იქნებ შენიცი ამ გოგოს რა აყვირებს. რა უნდა? ემინე დაო. ახალი რა არის? არაფერი ნარიმ. დედა, ახალი რა უნდა იყოს? არაფერი შვილო, მნიშვნელოვანი არაფერია. მიპასუხე დედა. არაფერია ბარან. მოდი, შემოდი.
ებროჰანი, კარგად ხართ? ნუ გეშინიეთ, დაგეხმარებით, აქ ვართ. ჩეკემში ვართ, დაჭრილია, სასწრაფო გამოუშვით. დენის? სერდარ, შენ აქ რა გინდა? ჯერ იქნებ მომესალმო. მოდი, აქ გადარეულო. რა მოხდა? მერე მოგიყვები. ახლა ძალიან დაღლილი ვარ, 1 საათია სახლს ვეძებ. აი აქ არის. ის სახლშია? ვინის? არა, სამსახურშია. კარგია. საავადმყოფოში უნდა წავიდეთ. ხო, მართალი ხარ. თუ გინდა პირდაპირ ციხეში წავიდეთ. ბევრს ნუღარ ვიბლით, სადმე შორს წადი. სადმე შორს. ძმაო. რას აკეთებ, ძმაო? მანქანა გადააყენე. მომისმინე ფათი, ამიერიდან თუ ჩემს ნათქვამს არ დაიჯერებ და შემეწინააღმდეგები, გეფიცები არ დაგინდობ. გესმის? არ დაგინდობ. უკან დაბრუნდი. რა? საბრი, პოლიცია გვეძებს და გვეძებოს. ორივე უნდა მოკლა. კენდალი იმის გამო, რომ ოზლემს ვერ უპატრონა. ოზლემი კი იმის გამო, რომ პატიოსნად არ მოიქცა. ამის შემდეგ, რომც მოვკვდე, არ ვიდარდებ, გესმის? რამდენიმე დღე მინდა. მერე დავიმალები. ხმაური მიწყნარდება და მერე გამოვჩნდებით. არ გავჩერდები სანამ არ მოვკლავ ფათი. მანამდე ჩვენც არც სიკვდილის უფლება გვაქვს და არც ციხეში ჯდომის, გესმის? მანამდე ვერ მოვისვენებთ. ვერც შენ და ვერც მე. კარგად ხართ, ებროჰანი? წამოდით, სახლში წაგიყვანთ. გახსოვს რომ მეუბნებოდი ოზლემ არ მოკვდეო. შენ გეგონა არ მესმოდა, მაგრამ მესმოდა. ახლა მეკითხო, არ მოკვდე ქასიმ. ხედავ არა, არც დედა და არც ოზლემი არავის არ ადარდებს. ფეხებზე ჰკიდიათ, ხმაც არ ამოუღიათ. დედა. შვილო იპოვეთ? ებრო.
ყველანი ერთად ვიყავით, მხოლოდ შენ გვაკლდი. ვიძიამ მანქანა მიყიდე. ოზლემ ჰანიმი და კასიმი საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ოზლემ ჰანიმს საფრთხე აღარ ემუქრება. კასიმი როგორ არის? მისი მდგომარეობას დამაკმაყოფილებელი ატყვია, ამოუღეს. მალე გამოკეთდება. ისევ რომ მოვიდნენ. მართალია, ოღონდ ფაქტია, რომ არ გაჩერდებიან. საავადმყოფოში ისევ რომ მიაკითხო, ნუ გელავთ, პოლიციამ საავადმყოფოში ყველა საჭირო ზომა მიიღო. დამნაშავეებს ისევ ეძებენ. ვიპოვით. იპოვით, აბარა. ყველა კარი კარგად ჩაკეტეთ. გამომშვიდობისა. გმადლობ, ჩვილო. მე აქ ვერ გავჩერდები. ოზლემი უნდა ვნახო. კარგი რა დედა, ამ შუაღამისა საავადმყოფოში რა გინდა? ხომ გაიგე რომ კარგად არის? მაინც და მაინც იმას დაველოდო, როდის მოკლავენ. გოგო სახლში უნდა წამოვიყვანო. არა დედა, ის აქ არ მოვა. დედა, პოლიციამ უსაფრთხოების ყველა ზომა მიიღო. მე წავალ და დილამდე დავრჩები. არ ინერვიულო. მადლობ დეიდაშვილო. შენ რომ არ გყავდე, რა გოშველებოდა? ყველამ დავიძინოთ. ხვალ უამრავი საქმე გვაქვს. ძილის დროა. დაწექი და დაიძინე. წამოდი შვილო, წამოდი. ისედაც უამრავი დრო დავკარგეთ. წამოდი, დავიძინოთ. შენ რა ადამიანი ხარ? შენ ვინ ხარ საერთოდ? მომშორდი. უსინდისო არ ამზადა ხარ. დედა. იცი, დამშვიდი. როგორ შეგიძლია ასე მშვიდად იყო? ასეთი ცივსისხლიანი როგორ ხარ? ადამიანი ხარ თუ ცხოველი ხარ? მითხარი ვინ ხარ? მომწყდი თავიდან თორემ იცოდეს საქმე ცუდად წაგივა. რას მიზამ? მიდი დამარტყი. სხვა რა შეგიძლია? მომისმინე ქალო. საკმარისია. შენ ვინ ხარ? არ გამაგიჟო გესმის? საკმარისია. აღარ გაჩერდები? აღარ გაჩერდები? გაჩერდი. გამაგიჟებს ეს ქალი. დედა გთხოვ, დედა. როდის უნდა გაჩერდე? არ დაიღალე? საკმარისია. აღარ შემიძლია. დედა გთხოვ. დედა. მაპატიეთ. კენდალ. ამ დილადრენ რამ შეგაწუხა დეიდაშვილო? კენდალ, ოზლემს რა ვუყოთ? ნუ გეშინია იმ დამპალს აქ ფეხს აღარ შემოვადგმევინებ. ხო, მაგრამ დედამ მომისმინე დეიდაშვილო, დედამ რაც არ უნდა თქვას, ოზლემი აქ ვეღარ შემოვა. ისედაც იმდენი პრობლემა მაქვს. ახლა ოზლემის გიჟი ძმების მოშორებაზე უნდა ვიფიქრო. ოზლემს ბერჯერ ვაპატიე, მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ისწავლა. აღარ მაინტერესებს. აქ ვეღარ დაბრუნდება. ვეღარასოდეს. კენდალ, გარეთ როგორ გავაგდოთ, როცა ეს საიდუმლო იცის? ებრუს რომ სიმართლე უთხრას, მე რა გავაკეთო? რა ვქნა? აჯობებს მოიყვანო, ის გიჟი ძმების გაჩერდებიან. ასე აჯობებს. მოიყვანე. ნარინ. ოზლემი ამ სახლში ვეღარ შემოვა. მის გამო სიბელი რამდენჯერ ჩავაგდე საფრთხეში.
ნუ ღარ მალაპარაკებ. ოზლემის დანახვაც აღარ მინდა. გასაგებია? ხო, მაგრამ ეს საიდუმლო რომ გაამხილოს? ამაზე არის დარდო. ვერაფერს იტყვის. რატომ ხარ დარწმუნებული, კენდალ? ებრუს შეტყობინება მისწერა. ოზლემს ძმები მოკვლას უპირებენ. ის კი აქ დაბრუნების გზებს ეძებს. როგორ ფიქრობ, ახლა ხმას ამოიღებს? მერე ხომ დაბრუნების შანსიც აღარ ექნება. დედა ამას არ აპატიებს. ამიტომ შვიდად იყავი. ტვინი გაანძრიე. ოზლემი ხმას არ ამოიღებს. დაფიქრდი. ასე რომ იყოს ებრუს შეტყობინებას არ მისწერდა. რატომ არ გესმის ძმაო? გავიღვიძე და არ იყავი. რატომ დამტოვე? რუსგარშვილო, მე შენ როგორ დაგტოვებ? ოზლემს ჩემი დახმარება სჭირდებოდა. მასთან წავედი. ადამიანები, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ, მარტო არ უნდა დავტოვოთ. ხო, მაგრამ შენმე დამტოვე. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, დილამშვიდობისა შვილო. სუფრა გაშლილია. ამის სათქმელად მოვედი. გმადლობთ. მე და ბავშვები გარეთ ვისაუზმებთ. შვილო, კენდალის ყვირილის და ჩხუბის გამო ამ ხნის ქალს სუფრასთან მარტო ნუ დამტოვებ. სუფრა ჩვენს ჩხუბთან არაფერ შუაშია. რაც არ უნდა მოხდეს, ოჯახის წევრები მაინც ერთ სუფრას უნდა მიუსხდნენ. წესი ასეთია. ჩვენს ოჯახში ყოველთვის ერთად ვისხედით სუფრასთან. წესჩვეულებებს ნუ უღალატებთ. ხომ გესმის ჩემი? მეც მესმის შენი შვილო. გულს ნუ ვატკენთ ერთმანეთს. გთხოვ. წამოდი. უარს ნუ მეტყვე. ძალიან გთხოვ. წამოდი. ნეტავ დედამ გაიღვიძა? თუ ზძინავს არ გააღვიძო. გუშინ ისეთ დღეში იყო, არ ამგონი ადგომა შეძლოს. კენდალს ამას არ შევარჩენ. ადა, გთხოვ, როგორმე თავი შეიკავე, დედა მეტის გადატანას ვეღარ შეძლებს. ახლა არა, მაგრამ ზოგადად ამ ყველაფერზე სათითაოდ მოვთხოვ პასუხს. დედა. დილამშვიდობისა. რატომ ადექი დედა? ცოტა კიდევ დაგესვენა. არა შვილო, უამრავი საქმე მაქვს. ქადრი ჰანიმის საუზმეზე გველოდება. ეწყინება რომ არ ჩავიდეთ. დედა, იმედია ხუმრობა რა? მას შემდეგ რაც გუშინ მოხდა, სუფრასთან იმ კაცის გვერდით დაჯდები და ჩვენც დაგხვსვა? ამას რატომ ვაკეთებთ, მე მიხვდები. ჯერ ვერ ხვდებით. ახლა წამოდით. ადა. დედა გუშინ ძალიან ცუდად იყო. ცოტა ხანს თავი დაანებე. ნუ ეკამათები. ოზლემის გამო კინაღამ მოკლეს. ვინ იცის რა გადაიტანა? აღარ იცის როგორ მოიქცეს. გონება აქვს არეული. სუფრასთან დაჯდომას პრობლემად ნუ ღარ აქცევ. წარმოიდგინე, ოზლემიც რა დღეშია, საკუთარი ძმები მოკლით ემუქრებიან. დედა რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ვერ გადაერჩინათ. დედას ნუ ღარ საყვედურობ. ძალიან გთხოვ. დავიღალე, მაია. ამას დაეხმარე, იმას დაეხმარე, ოზლემს მოსაკლავად დასდებენ, ვიღაცას სახლიდან აგდებენ, სულ სხვებზე ფიქრი არ გამიგია. დარდობდი, ფული არ მაქვს და როგორ უნდა ვისწავლო? რა იყო, სწავლა დაგავიწყდა? ოზლემი დაჭრეს და კენდალს ფეხებზე ჰკიდიან. შენი სწავლაც აღარ არის ახსოვს. ჩემი საქმე გარკვეულია. მომავალ წელს უნდა ჩავაბარო. მე შენზე ვფიქრობ. შენ კიდევ რაღაც სისულელეებზე. სულ არ მეხმარები. სულ ჩუმად ხარ, ვითომ არაფერი ხდება. კენდალმა ბარანს მანქანა უყიდა. და ჩვენ რა მოგცეს? არაფერი. არც მოგცემენ თუ ჩუმად იქნები. სიჩუმე ხანდახან ყველაზე კარგი პასუხია. ყველანი გაგიჟდნენ. ყველანი. რა ხდება ემინე? ამ დილა ადრიანად რასაზე იმოსუფრა გაგიშლია.
რატომღაც მომინდა დედა. ვერა და ვეღარ გავიხარეთ. გუშინებრო რომ დავინახე, მაშინ გადავწყვიტე. Ana bize neler oluyor? დედა, ასე რატომ ცხოვრობთ? Sen de olmasan ben ne შენ გარეშე რა მეშველებოდა ემინე, ღმერთმა დაგლოცო შვილო. დილამშვიდობისა დედა, დილამშვიდობისა შვილო. მოდი რამე ვჭამოთ და წავიდეთ, ოზლემი წამოვიყვანოთ. რა ერქვა იმ კაცს? რასიმი? ქასიმი დედა. ჰუ, ქასიმიც მოვინახულოთ. დედა, შენ დარჩი, ფირატი წავა და მოიყვანს. ემინე შვილო, რა გჭირს? რაღაც მოწყენილი ჩან ხარ. რა მოხდა, რა აკივლებს? დედა, თაგვი. თაგვია, გველი ხომ არა? მეშინია, ეგ თაგვები გვაკლდა სახლში. რა თაგვია? ჩვეულებრივი თაგვია შვილო. ემინე, უნდა შეხვიდე? ყველაფერი ღია დავტოვე, თავს დავახურებ, შიგნით არ ჩაძვრნე. მელეკ თაგვია, გველეშაპი ხომ არა, რისი გეშინია? ჩვეულებრივი თაგვი არ არის. ადრე სოფლებში რომ მრავლდებოდნენ, ყველაზე დიდი ჯიშის თაგვები აი ასეთია, უზარმაზარი. ნუ გეშინია შვილო, მოდი დაჯექი. ოზლემის ძმები სახლში შემოვარდნენ. კინაღამ გცემეს და ხმას არ იღებ. კარგად ვარ აიშე, დაივიწყე გთხოვ. რა დავივიწყო დაიკო? დილამდე ოხრავდი. ახლა როგორ ხარ? ორსულობის დროს ეს ჩვეულებრივი ამბავია. კარგად ვარ. გული მისკდება, რამე არ დაგემართოს. ნუ გეშინია, არაფერი არ მომივა. უნივერსიტეტზე რა მოიფიქრე? როგორ მე მოვაგვარებთ? შენ დამშვიდდი. როგორ გავიგო მოვაგვარებთ? ხომ ვიცი ეს შენთვის რა მნიშვნელოვანია? ამდენი რის გამო ვიწვალეთ? დღემდე რატომ ვწვალობ? იმიტომ რომ ისწავლო. დიპლომი აიღო და ჩემსავით სხვისი მოსამსახური არ გახდე. გთხოვ, დაფიქრდი. ბარანს ველაპარაკე. ის ბიძამის ელაპარაკა. რომ დაამთავრებ, ჩვენთან გამუშავებ და კარგ ხელფას დაგინიშნავო. კარგი. ადექი წავიდეთ. ჩემო ბიჭო, ჩემი ლომი ხარ. წავიდეთ. თუ მზად ხარ, ამას შევჭამოთ. დღეს ბევრი საქმე გვაქვს. აი შესწავლასთან დაკავშირებით რა მოიფიქრე? შვილო, ხომ გითხარი ყველაფერს მივხედავ მეთქი? ჩემი არ გჯერა? ყველაფერს მოვაგვარებ. რას ამბობს ისწავლის? ამბობს ვისწავლიო. ოჯახ, შენ ნამდვილი კაცი ხარ, ნამდვილი ლომი, ჩემი ლომი, ჩემი სიამაყე. ოჯახ. ვიცოლა ოზლემს რას უპირებ? ეს შენთვისაც გაკვეთილი იყო შვილო. თუ ატკენ, გატკენენ. ეს დაიმახსოვრე. ოზლემმა ვერ მოისმინა. ემინე კი ხმას არასოდეს იღებდა. თუ უდესმე რამეზე გაბრაზდება, იცის რომ თავისთვის ჩუმად უნდა იყოს. მალე მის ძმებს ბოლოს მოუღებ. ქასიმი დაჭრეს. ვეღარ დაგვისხლტებიან ხელიდან. რა მაგარია შენი მანქანა ხომ მოგწონს? სულ ახალი მოდელია. ჩემი მანქანა მასთან შედარებით არაფერია. ხომ ასეა? შენი ძალიან მაგარი მანქანაა. კენდალაღას მანქანა მაინც ხვა. შენი მანქანა უკვე ბარანაღას მანქანაა. ბარანაღას. წამოდი, მაგრად მომშივდე. წამოდი შვილო. დილამშვიდობისა შვილო, როგორ ხარ? კარგად დედა, ყველაფერმა გამიარა. დილამშვიდობისა ებრუ. შვილო, შენ ცამდე მართალი ხარ. ოზლემი შენი წყალობით გადარჩა. ასი. გუგუებო, წადით სამზარეულოში, ყველაფერს თავზე დაახურეთ. დედა, მე სამზარეულოში ვერ შევალ. რიზას დაურეკეთ, თაგვის საჭერს თუ იშოვის მოიტანოს.
რა კარგია, ასე ერთად სუფრასთან რამდენი ხანია აღარ დამსხდარვართ. მოდი ბარან, მოდი, გემრიელად მივირთვათ. მელეკ, ბარანს ჩაი მოუტანე. მე სამზარეულოში ვერ შევალ კენდალ. Mutfakta სამზარეულოში თაგვია. ვიცი რომ არის. დიდი ხანია აქ თაგვია. oğlum madem biliyorsun. თუ იცი შვილო, რატომ არ ამბობდი? მეგონა ყველა მიცოდით, დედა. ჩვენზე ამბობს ქადრია ჰანიმ. შეურაცხყოფას ვისაყენებ. ბიძა ჩემის წინაშე ხმას ნულწევ. რა მოხდა? მანქანა გიყიდა და მონადიქეცი? სულ რამდენიმე დღის წინ ყვიროდი. მამა ჩემის მკვლელიაო. რაც ეგ არის ის ხარ შენც. ზუსტად ის. რას ამბობ გოგო? ბარან შვილო, ამ გოგო შეეშვი, ნუ ღარ ჩხუბობთ. ადა ისევ ნუ დაიწყებ. წამოდი ბარან, წამოდი. როგორც ჩანს ჩვენ ამათთან ერთად გემრიელად ვერაფერ შევჭამთ. გარეთ ჭამოთ. ცეცხლი ჭამეთ. აიშე. წამოდი, წამოყვევი შვილო. სად მიყავთ აღა? სკოლაში. იქნებ რამე აქვს სამოსაღებიან რამე ცნობა გასაკეთებელი. რა კარგია, ყველას გამოუჩნდა პატრონი ჩვენ გარდა. ადა. აიშე, წადი. Kendal. კენდალ, რა იყო დედა? İzlemiyor. ოზლემს რას უპირებ? არაფერს დედა იქ არის, სადაც იმსახურებს ყოფნას. არა, ასე არაფერი გამოვა, ოზლემი ამ სახლში უნდა დავაბრუნოთ. უპატრონოდ ვეღარ დავტოვებ. უპატრონოდ არ არის დედა, დედამისის სახლშია, მეტი რაღა უნდა. ამ თემაზე ლაპარაკი აქ დავასრულოთ. ყოველდღიურად ჩხუბი აღარ მინდა. ისედაც რაც ესენი მოვიდნენ, სიმშვიდე არ გვღირსებია. თურმე რა ბედნიერად ცხოვრობდით და ვერ ვაფასებდით. რაც ებრუჰანი მიგვეწვია თავის ლეკვებთან ერთად ერთი მშვიდი დღე არ გათენებულა ჩვენთვის. კარგი, აღარ ღირს ამაზე ლაპარაკი. წავიდეთ შვილო, წავიდეთ. შენ და ჯეკი საჭესთან. მოდი, დაჯექი და წავიდეთ. მიდი. ბიძია, მართვის მოწმობა არ მაქვს. მაშინ გქონდა ჩემს მანქანას რომ იპარავდი. იცი, შვილო, მე უკანა მხარესაც თვალები მაქვს. არა უშავს, კურსებზე ჩაეწერები და აიღებ მართვის მოწმობას. წავიდეთ. აიშე, შენ წინ დაჯექი. მე უკან უფრო მოხერხებულად ვიქნები. მე დავჯდები უკან. კარგი. მიდი ბარანაღა, მიდი. აბა ბარანაღა, გას მიაჭირე. წავიდეთ. მე ქარხანაში დამტოვეთ. სკოლის საქმეები მოაგვარეთ და მერე ქარხანაში დაბრუნდით. Gözümüzün içine baka baka bizi fare yerine. თაგვები ხართო დედა, შენ კი ამაზე რეაქციაც არ გქონია. ხმაც არ ამოგიღია. გამუდმებით სხვისი პრობლემები გაწუხებს. დედა, ხან ოზლემის და ხან ვიღაც უცხო ხალხის პრობლემები. მელექის სწავლაც კი უფრო გადარდებს ვიდრე ჩვენი. ამათ ყველაფერს უთმობ. Kızım. შვილო, Neyse. ჩვენ თქვენზეც ვფიქრობთ. Yapma böyle. ასე ნუ ლაპარაკობ. ჩვენ ჩვენი წილი გვინდა ქადრია ჰანიმ. მამა ჩემის კუთვნილი ქონებიდან არაფერი გვეკუთვნის? ჩვენს წილს ვერავინ წაგვართმევს და ვერ გამოიყენებს ისე როგორც მოისურვებს. ყველა მიიღოს თავისი წილი და თავის გზაზე წავიდეს. ჩემი და შეიძლება უსახსრობის გამო უსწავლელი დარჩეს, მაგრამ აიშესთვის ფული არ გენანებათ და სწავლაში ხელს უწყობთ. დედა შეგიძლიათ გააჩუმოთ, მაგრამ მე ვერ გამაჩუმებთ. Kızım biz senin შვილო, ananı დედა შენის გაჩუმება რა შუაშია. ჩვენი წილი მოგვეცით, მერე კი აქედან წავალთ. თქვენც ეს არ გინდათ? ადა რამდენჯერ გაგაფრთხილი აღარ ჩაერიო მეთქი. მარტო მე მეჩხუბები, მარტო ჩვენთან ბედავ ყვირილს. გუშინ გაბედე და ისიც ამათი ოჯახის გამო. სად მიდიხარ ადა? საკმარისია დედა. ნუ ღარ ეჩხუბები, მე სწავლას მაინც არ ვაპირებ. რისთვის კამათობთ? გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ. ყელში ამომივიდა. არ ვისწავლი. არა.
121 სერიის დასასრული. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის